მოსახლეობის მაჩვენებელიც იყო 17,000 შემცირებული და უცბად ქვეყნდება მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ არის 200,000-ით გაზრდა. ერთ-ერთმა ექიმმა, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე აბარია, გასულ თვეს 84 თეთრი მიიღო ხელფასის სახით. მე ამას რო აგდებ ეგრევე. ეს პროცესი ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონებში. საყოველთაო აღწერა ჩვენი ოჯახების სიების შედგენით იწყება. მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება. გრანტი რა, ნუ ეხა ფარა და 2024 წლის 19 საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო სამუშაო ეს საყოველთაო აღწერა არის ხოლმე ერთგვარად საბაზისო მონაცემი. ეს იყო ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში პირველი ელექტრონული აღწერა, რომელიც ჩატარდა მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ საყოველთაო აღწერით მიღებული მონაცემის სიზუსტე უფრო მაღალი უნდა იყოს რეალურად, ვიდრე სხვა მაჩვენებლების, იმიტომ რომ ეს ხდება კარიდან კარი პრინციპით, თითოეულ ადამიანთან გასაუბრებით და ეს ხდება ხოლმე საბაზისო მონაცემად და მე ამ საბაზისო მონაცემებს, ასე ვთქვათ, შემდგომ წლებში ემატება და ანაკრდება, ასე ვთქვათ, ის მონაცემები, რომლებსაც აწვდიან კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოები. აღწერის კრიტიკულ მომენტს წარმოადგენდა 13-14 ნოემბრის ღამის 12 საათი. ეს გახლავთ პერიოდი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აი ნახე, ყველაზე კლებადი თვითმმართველი ერთეულები გვაქვს. ხულო, შუახევი, საგერი, წალენჯიხა, ტყიბული, ლანჩხუთი, ვანი, ხარაგაული, წყალტუბო, აბაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონში იყო მაღალი ალბათობა იმისა, რომ გაუარესებულიყო ამინდი, ზოგიერთ დასახლებაში განვახორციელეთ სექტემბერში. ყველაზე დიდი ზრდა არის ბათუმი, ყაზბეგი, თბილისი, ლენტეხიო, ლენტეხში არ ვიცი, მარნეულში, ქუთაისი, მესტია, რუსთავი, ზუგდიდი, გარდაბანი. ქუთაისშიც მატება გვაქვს. ქალაქშიც მაცხოვრებლების რიცხვი გაზრდილი არის, სოფლად მაცხოვრებელთა რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ურბანიზაცია ხდება რა, ანუ სოფლიდან ჩავიდა ქალაქში. აი მაგალითად იგივე ბათუმის მაგალითზე თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ კი გასაგებია რუსები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ უცხოეთის მოქალაქეები, მაგრამ პარალელურად იგივე მაღალმთიანი მოსახლეობის რიცხვი იკლებს. აქ, როდესაც მატებაზე ვსაუბრობთ, მაინც უნდა გამოვყოთ ბათუმი და თბილისი, იმიტომ რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი ზრდა, რა თქმა უნდა, ამ ორ დიდ ქალაქზე მოდის. მე ვარ გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. ამ სფეროში მუშაობ 2011 წლიდან და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ჩემი საქმიანობის სწორედ სტატისტიკური მონაცემებზე მუშაობა, ანალიტიკური ნაშრომების მომზადება და ეს არის არა მხოლოდ საქმე, არამედ ჩემთვის არის საკმაოდ დიდი სიამოვნებაც ზოგადად სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობა.
ერთ-ერთი მთავარი დაკვირვება იყო ხოლმე ჩვენთვის თუ რამდენად ზუსტი მონაცემები მიწოდება ხდებოდა საზოგადოებისათვის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მხრიდან. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკული საფუძველზე და იანგარიშება დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობასთან. იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ, რომ ასე ვთქვათ და ვამხილეთ კონკრეტული უწყებები, რომლებიც საზოგადოებას გარკვეული манипуляციით აწვდენ მონაცემებს. იგივე იყო მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც დანაშაულის სტატისტიკის მიმართებით აქვეყნებდა სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს. იყო შემთხვევები, როდესაც ამ დანაშაულის სტატისტიკის მიმართებით არალოგიკური მონაცემების გამოქვეყნება ხდებოდა. დასაბუთებულად საზოგადოებას ვაწვდით თუ სად შეიძლება ყოფილიყო ხარვეზი კონკრეტული მონაცემის მიმართებით. იგივე იყო მაგალითად COVID პანდემიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მახსენდება, როდესაც თვითონ სამედიცინო დაწესებულებებში აი COVID-ის გავრცელების კუთხით არსებული მონაცემები გარკვეულ ლოგიკაში ვერ ჯდებოდა და ამის შესახებაც ჩვენ ასე ვთქვათ გავასაჯაროვეთ. სტატისტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, როდესაც შენ კონკრეტულ უწყებაში აღმოაჩენ მსგავს ფაქტს, უკვე ძალიან იკლებს სანდოობა. მერე რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, გამართული მონაცემები დაიდოს, ყოველთვის ჩდება იმის განცდა, რომ ხوار მატყუებს. სახელმწიფო სტრუქტურის მონაცემები არის ერთადერთი წყარო ხოლმე, რომლებსაც გინდა არ გინდა იმ მონაცემებით ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოიტანო. თუმცა იგივე დანაშაულის სტატისტიკა ვახსენე, მე ეს იყო მონაცემები, რომლებიც მინისტრის ცვლილებასთან ერთად ფაქტობრივად იცვლებოდა. ერთი მინისტრის დროს გახსნის მაჩვენებელი იყო 19%, მერე უცბად შეიძლება ის ასულიყო 60%-ზე, რაც არალოგიკურია, ხო, უცბად რა დანერგა მინისტრმა ერთ თვეში ან ორ თვეში რა მექანიზმები შემოიღო, რომ უცბად ამ ხელაზე ავიდა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ძირითადად ეთნიკურად ჩრდილოკავკასიელები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ყოველთვის, სადაც ამ კუთხით ბევრი კითხვები არსებობდა. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი მაშინებთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო დანაშაულის სტატისტიკა, უკვე მოსახლეობის რიცხვიც უკვე იმხელა კითხვებს აჩენს, რომ აქ უკვე კითხვები ჩდება, რომ რეალურად ვიცით კი რამდენია საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ ვენდოთ საქსტატს მის საყოველთაო აღწერით, თუ ვენდოთ მონაცემებს, რომლებსაც წლების განმავლობაში იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო აწვდიდა იმავე საქსტატს და სრულად განსხვავებულ სურათს იძლევა ეს ორი მონაცემები. მე თუ მკითხავ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ეს არის დემოგრაფია.
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. და იგივე 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ წერდით კვლევებს დემოგრაფიაზე, ჯერ მაშინაც ვიძახდით, რომ შემდეგი წლები იქნებოდა რთული. რეპროდუქციულ ასაკში შედიოდა 90-იან წლებში დაბადებული თაობა, როდესაც ჩობადობა იყო ნაკლები და შესაბამისად რისკი იყო და მოლოდინიც იყო იმისა, რომ ამ პერიოდში გარკვეულწილად შემცირდებოდა შობადობის მაჩვენებლები, ესეც მოხდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ემიგრაციის რისკები, გადინება იყო ქვეყნიდან საკმაოდ დიდი, მით უმეტეს რომ ეს ძირითადად საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მცირდებოდა საქართველოს მოსახლეობა. Give the floor to Georgia. Some issues are still challenging and important information on migration are still missing, such as data on purpose of migration, destination country and country of origin. Geostat doesn't have access to microdata on migration with ID numbers, and therefore we are not able to link the data to the civil register in order to develop statistical population register. მაგალითად გაეროს პროგნოზებს თუ გადახედავდით, იქ პირდაპირ ეწერა, ხო, დასკვნებში, რომ თუ სახელმწიფო არ შეცვლის დემოგრაფიისადმი სახელმწიფო პოლიტიკას, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება. უკვე ბოლო 5 წელი არის 2020 წლის შემდგომ გარდაცვალება აჭარბებს შობადობას, ანუ უარყოფითი ბუნებრივი მატება გვაქვს. ბოლო 5 წელია ფაქტობრივად ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. ბოლო 10 წელში დაახლოებით -4000 ადამიანი გვაქვს მხოლოდ ამ კუთხით. ეხლა შევხედოთ მეორე თავარ კრიტერიუმს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი გავლენა აქვს დემოგრაფიაზე, ეს არის მიგრაცია. ბოლო 10 წელში საქართველოდან გავიდა 240,000 საქართველოს მოქალაქეთი მეტი, ვიდრე უკან დაბრუნდა. საქართველოს მოქალაქეების რიცხვი საქართველოში შემცირდა 240,000. ეს საქსტატის მონაცემებია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვაო პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით აწვდის საქსტატს. ეს 240,000 ადამიანი ჩანაცვლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაახლოებით 230,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ პერიოდში შემოვიდა და დასახლდა საქართველოში. Мне показалось, что წინა საყოველთაო აღწერა იყო 2014 წელს, ეხლა გვაქვს 2024 წელი. ეხლა რასაც ვისაუბრებ, სულ იქნება ეს 10 წლიანი პერიოდი.
მიგრაციის ეფექტი უფრო მაღალი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ვინაიდან უფრო მეტი შემოვიდა ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეები და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენი დასკვნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ 10 წელზე ვისაუბროთ, უფრო კარგად რომ დავინახოთ, თუ ამ ორ მონაცემს შორის წინა საყოველთაო აღწერის და ეხლა 2024 წლის საყოველთაო აღწერას შორის რამხელა უზუსტობასთან შეიძლება გქონდეს საქმე. რაც შეეხება აღწერის წინასწარ შედეგებს. მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერის შედეგების მიხედვით გახლავთ 3.914.000 კაცი. მათ შორის 53% არის ქალი, ხოლო 47% არის კაცი. წინა აღწერასთან შედარებით სახეზე გვაქვს 5.4%-იანი ზრდა. როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობდა 3.713.000 კაცი. ანუ ზრდა არის დაახლოებით +200.000. თუმცა ამ პერიოდში, ამ 2014-დან 2020 წლამდე პერიოდში, ჩვენ ყოველთვის მოლოდინი და ციფრებიც გვეუბნებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობა პირიქით იკლებდა. ბოლო 5 წელი, როდესაც ჰქონდა ერთის მხრივ უარყოფითი ბუნებრივი მატება და აგრეთვე მიგრაციის უარყოფითი სალდო. ამ 10 წელში 253.000 საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი წავიდა, ვიდრე ჩამოვიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი შემცირდა 253.000. ეს 253.000 დააკომპენსირა, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ დაახლოებით 100.000-მდე 91.000 იყო რუსეთის მოქალაქე, მას მოყვებოდა უკრაინა, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი და ეს არის დალაგებული, მაგრამ ეს ციფრი იყო დაახლოებით 230.000. დაახლოებით 13.000-ით საქართველოს მოსახლეობა ვიცოდით, რომ შემცირდა მიგრაციის ხარჯზე, დაახლოებით 4.000-ით ვიცოდით, რომ შემცირდა საქართველოს მოსახლეობა უარყოფითი ბუნებრივი მატების ხარჯზე. რეალურად ციფრები გვეუბნებოდა ჩვენ, რომ ამ 10 წლიან პერიოდში საქართველოს მოსახლეობა შემცირებული იყო დაახლოებით 17.000-ით. კი გასაგებია, რომ საყოველთაო აღწერა იმისთვისაა, რომ ზოგადად დაზუსტდეს ეს მონაცემები, ის ადმინისტრაციული ორგანოებიდან რა მონაცემები შედის, ის უფრო მეტი სიზუსტით იქნას აღწერილი, იმიტომ ხდება თითოეული მისამართზე ვიზიტი და უფრო ზუსტად აღწერა ამ ყველაფრის. მაგრამ ამხელა ცდომილებას, როდესაც ვიღებთ ამ ორ მონაცემს შორის, ეს ჩვენ უკვე გვეუბნება, რომ ან სტატისტიკის ეროვნული სამსახური ტყუის, ეხლა როდესაც ამ აღწერაზე იძახის, რომ ეს არის ზუსტი მონაცემი, ან კიდევ თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწვდიდა არაზუსტ მონაცემებს აქცდაც.
ეხლა თავიდან რომ გავყვეთ და მივყვეთ ამ ყველაფერს, როდის დაიწყო, ხო? როდის ხდებოდა მოქალაქეების წნეხი კონკრეტულ უწყებაზე, რომ ესა თუ ის მონაცემები გასაჯევროებული იყო და რომელი უწყება ცდილობდა უფრო მეტად, რომ ესა თუ ის მონაცემი დაეფარა, ან რომელი მონაცემი გამოიწვევდა, თქვათ, მოქალაქეებში უფრო მეტ უკმაყოფილებას. მაგალითად შენ არ გააყალბებ და არ იტყვი რომ საქართველოს მოქალაქეებმა დატოვეს ქვეყანა. არ იტყვი იმაზე მეც ვიდრე დატოვა რეალურად, იმიტომ რომ ეს შენ საქმიანობაზე დადებითად არ აისახება. მე ნაკლები მოლოდინი მაქვს რომ ვიღაცა შობადობა გარდაცვალების მაჩვენებლებზე მანიპულირებდეს და მივდივართ უკვე მთავარზე, ეს არის მიგრაციის მონაცემები. მიგრაციის მონაცემები ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება, რომ 240,000 ქართველი საქართველოს მოქალაქე შემცირდა მოსახლეობა, მეორე კუთხით შსს მონაცემები გვეუბნება, რომ ეს ჩანაცვლა 230,000 უცხო ქვეყნის მოქალაქე. თუმცა საქსტატი გვეუბნება, რომ და არის დაახლოებით პლუს 200,000. განა 230,000 ჩანაცვლა, რეალურად 200,000 კიდე ზევით არის. 200,000. თუ დაუშვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოქალაქეების ნაწილში იყო მართალი და სწორი, მაშინ ჩვენ ვიღებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო მეტი мотиваცია ჰქონდა დაეფარა მონაცემები, რომლებიც უკავშირდებოდა საზღვარგარეთიდან უცხო ქვეყნის შემოდინებას. ჰაერში ყავს დაახლოებით 430,000 ადამიანი, რომლის სტრუქტურა არ ვიცით. ორი სხვადასხვა მონაცემების ურთიერთშედარებით ვერ ვიგებთ ეს 430,000 ადამიანი დაახლოებით რომელი ქვეყნიდანაა საქართველოს შემოსული. როდესაც ძალიან აქტუალური გახდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ჩვენ აქტიურად ვითხოვდით ხოლმე სამინისტროსგან, თუ რამდენი მოქალაქე გავიდა, რამდენი შემოვიდა და ვითხოვდით დაყოვნების პერიოდებს. როდესაც საზღვრის კვეთაზეა საუბარი, შენ რო განსაზღვრო, მაგალითად ის რეალურად დასარჩენათაა შემოსული თუ ტურისტი არის, აქ ამისთვის გჭირდება შენ დაყოვნების პერიოდები. დაახლოებით 45,000 ადამიანი იყო, ვინც ერთ თვეზე მეტი ჰქონდა უკვე დაყოვნება. პირველ ეტაპს ვიძახი ომის დაწყების დაახლოებით ნახევარწლიან პერიოდში. თუმცა შემდგომ უკვე ეს მონაცემების დაფარა სამინისტრო. თქვა სამინისტრომ, რომ ეს მონაცემები გამოქვეყნდება ვებგვერდზე, თუმცა ვებგვერდზე ქვეყნდებოდა მხოლოდ შემოსვლა გასვლის მონაცემი ამის შემდგომ და იქ დაყოვნება რამდენი იყო, ვინ ტურისტული მიზნით იყო და ასე შემდეგ. ამაზე წვდომა ჩვენ სხვადასხვა პერიოდის მიმართებით ჩვენ აღარ გვქონდა. მე ავდექით და ჩვენ მოვითხოვეთ, მიგივე რეესტრიდან ვითხოვდით ბინების შეძენა და უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკას რუსეთის მოქალაქეებისგან. ძალიან საინტერესო მონაცემი იყო ეროვნული ბანკისგან, რომელიც მიიღეს საბანკო ანგარიშების გახსნის მაჩვენებლები. თუ ჩამოდის აქ და საბანკო ანგარიშს ხსნის, ის უკვე ტურისტული მიზნობით ნაკლებადაა ხო ქვეყანაში შემოსული. ჩვენ ვაქვეყნებდით აქტიურად რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნების მაჩვენებლებს.
შემდგომ წლებში საკმაოდ დაიხურა ეს მონაცემები. არჩევნებამდე პერიოდში 2023 წელს იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ გასცემდა იგივე ეროვნულ ბანკმაც ბოლო მოთხოვნა, რომელიც 2024 წელს არჩევნებამდე გავაგზავნეთ, ამასთან დაკავშირებით აღარ მოგვაწოდა ინფორმაცია და უკვე ანალიზით საკმაოდ რთულდებოდა. თანამშრომლობისას და მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საქსტატთან დიდი პრობლემები შექმნია ჩვენ რა, იმიტომ თუ ითხოვ ინფორმაციას ამ კუთხეს გაწვენ, თუმცა საქსტატი საკმაოდ ხშირად დამოკიდებულია სხვა უწყებაზე. ის იღებს სხვადასხვა მონაცემს სხვადასხვა უწყებისგან და იმის იქით, ასე ვთქვათ, მას ნაკლებად აქვს შემხებლობა, რომ ის მონაცემები მე რომ დამატებით მოგაწოდოს, რომელიც ვთქვათ, სიღრმისეული კვლევისთვის შეიძლება გჭირდებოდეს. პლუს 200,000. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მაგალითად ეს კი ნამდვილად უცხოელების ხარჯზე მოხდა მოსახლეობის და ძირითადად, მაგრამ ეს და რა მასშტაბია უცხოელების უხეში დათვლებით ჩვენ შეიძლება მივიღოთ დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანი, ხო, მაგრამ ეს ძალიან დიდი ციფრი არის. რაც ძალიან დიდი განსხვავებაა და საკუთარი მოქალაქეების და მოსახლეობის ძალიან დიდ შეცდომაში შეყვანას ნიშნავს, თუ ესე დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის დროზე, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მალავდა შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომ არ ყოფილიყო საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, დიდი უკმაყოფილება და რაიმე ქმედითი ღონისძიებების გატარება არ მოეთხოვა მერე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი უწყებების. ვერანაირად ვერ გაიზრდებოდა 200,000 საქართველოს მოსახლეობა, რომ ეს მიგრაციის მაჩვენებლები იყოს რეალობა. მათ შორის შეიძლება იყოს ბუნებრივია ქართული დიასპორაც, რომელიც მიღებული აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში საცხოვრებლად, თუმცა ეს სტრუქტურულად ეს რამდენი პროცენტია, მათ შორის ამის თქმა რთული არის. რეალურად ეხა ეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უნდა დააზღვიოს ის მცირე უზუსტებები და გადახრები, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმოებულ სტატისტიკას. 200,000. თუმცა ჩვენ რა შედეგიც მივიღეთ, აქ უკვე მცირე უზუსტობაზე თან აღარ გვაქვს საქმე. ვიცოდით, რომ ikლებდა და უცბად ვიგებთ, რომ ყველაფერი კარგადაა 200,000-ით გაიზარდა. საქსტატი ამ შემთხვევაში ირწმუნება, რომ ყველაფერი ჩატარდა სრულყოფილად.
თუ გავითვალისწინებთ რა პერიოდს დაემთხვა, ცალკეული მოქალაქეები საერთოდ არ აძლევდნენ შესაბამის ინფორმაციას და ასე შემდეგ, ამ კუთხითაც არსებობდა პრობლემები, იყო რისკი, რომ ამ პროცესს გარკვეული პრობლემები შექმნოდა. აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების პროცესი კიდევ ხანგრძლივდება თვის ბოლომდე. ეს პროცესი ხა როგორ წარიმართა დეტალურად ამის კონტროლის მექანიზმი ჩვენ ნაკლებად გვაქვს, ხო, ახლა გვეუბნება კონკრეტული უწყება, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს არის 3.900.000. პირველადი მონაცემი გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაზე დიდი ზრდა არის ბათუმში და გვაქვს ყაზბეგში. ბათუმის და ყაზბეგის, ასე ვთქვათ, საუბრობთ უნდა იყოს რუსეთის მოქალაქეები, ხო? 50%-მდეა თუ არ ვცდები მოსახლეობა გაზრდილი ბათუმში, შესაბამისად ბათუმში რომ ჩავიდეთ, სულ არ გვჭირდება საყოველთაო აღწერა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, განსაკუთრებით რუსების დომინირება აშკარად იგრძნობა. რეგიონების მიხედვით ვიცით ჩვენ ამას წელში როგორ გაიზარდა ერთი აღწერიდან მეორე აღწერამდე, თუმცა არ ვიცით ჩვენ ვის ხარჯზე გაიზარდა. ბოლო პერიოდში ხა მე ძალიან ხშირად გადავადგილდები იგივე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, უკვე თვალშისაცემი გახდა, რომ იგივე ინდოეთის მოქალაქეები, იგივე ვთქვათ ირანის მოქალაქეები და სხვადასხვა არაბული ქვეყნების მოქალაქეები აშკარად უფრო მომრავლებულია ბოლო პერიოდში და უფრო თვალშისაცემი ხდება ეს ყველაფერი. ერთ-ერთი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც არის რა, როდესაც რუსეთის მოქალაქეებზე საუბარი, არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ რუსეთი მაგალითად როგორ იყენებს საკუთარ მოქალაქეებს შემდგომში თავისი პოლიტიკური საკმაოდ მძაფრული მიზნების განსახორციელებლად. კიდე დასკვნის სახით რო ვთქვათ, თვითონ საქსტატის ხელმძღვანელიც ადასტურებს, რომ ზდაო ძირითადათო, როგორც თვითონ თქვა, არისო უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიგრაციის ეფექტი არისო ესო. მიმაჩნია, რომ როდესაც ამ ხელა ინტერესი არსებობს, შესაძლებელი იყო, რომ გარკვეული კონტურების სახით მონაცემები მიეცათ მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი წარმოდგენა ქონოდა და არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მხოლოდ ეს მშრალი ციფრები. სხვა პარამეტრების მიხედვით, მათ შორის უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, სოფლების დონეზე, ეს ხელმისაწვდომი იქნება კიდევ ერთ წელში, დაახლოებით 2026 წლის ივნისში.